სამწუხაროდ დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს საერთოდ აღარ არის გაფართოების დღესასწაულის ნაწილი. იყო ცალკეული მომენტები გასულ წლებში, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი ჩავარდა გაგვაჩნდა, მაგრამ კვლავაც ფორმალურად ვიყავით გაფართოების დღესასწაულის ნაწილი. თუმცა დღეს დადგა კრიტიკული მომენტი, როდესაც საქართველოს საერთოდ აღარ არის გაფართოების დღესასწაულის ნაწილი და აღარ იმყოფება არც ერთ იმ მნიშვნელოვან მაგიდასთან, სადაც წყდება ამ რეგიონის მშვიდობის და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ბედი. ეს არის კოცური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და ამ პოლიტიკის გამოისობით საქართველოს კარგავს შანსებს, შესაძლებლობებს, ინვესტიციებს და უკეთესი მომავლის ახლავე შექმნის რეალურ შანსს, რომელიც არის ჩვენს წინაშე. აი ეს არის ისევ და ისევ კოცური პოლიტიკის პირდაპირი შედეგი და ამ ყველაფრის ჯამური შედეგი იქნება იზოლირებული, მაჩანჩალა, გაღარიბებული ქართული სახელმწიფო, სადაც ადამიანს არ გააჩნია პერსპექტივა, საიდან ჩვენ გვიწევს გაქცევა, საიდან ჩვენ გვიწევს მასობრივი გადინება უცხოეთში სამუშაოდ და სადაც არაფერი დიდი, რეალური, კარგი და ქართული სამწუხაროდ აღარ ხდება. აი, ამიტომ უნდა მოვიშოროთ ქართული ოცნების რეჟიმი მშვიდობიანად და დემოკრატიულად და აღვადგინოთ ის ისტორიული საგარეო პოლიტიკური გეზი, რასაც დღეს შეუძლია ძალიან დიდი კეთილდღეობის შექმნა დიდებული ქართველისთვის.